საქართველოს სიძლიერე შედგება ძლიერი სოფლისგან. ამის რა თქმა უნდა ჩვენ სახელმწიფოს ეს არ სურს, რომ ჩვენ თავრობას ეს არ სურს, რომ სოფელი გაძლიერდეს. აუცილებლად. პირველ რიგში აქ რაც პრობლემები არის მიწებთან დაკავშირებით, უსამართლოდ, სპეციალურად ისეთი პირობები შექმნეს, რომ ადამიანს ან ვეღარ მოიხდა, ან ვეღარ დაეჭირა და იძულებულები გახდნენ, რომ ეს ამ მიწებზე ხელი აიღოთ. ვინც ხელი არ აიღო და მაინც ბოლომდე იმას ჩამოართვეს, სპეციალურად კრედიტები მისის ჩაუდეს ეს ბინები ჩადეს. ბინები დაუკარგეს, ეს არ ვიცი რა, მიზანმიმართულად. ესე როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, შენი სოფელი, რომ მიზანმიმართულად ესე გაანადგურო. სირცხვილია მართლა, რომ ქედში ადამიანი ხორბას ყიდულობდეს და ფრის ყიდულობს და ამას ჩვენ მივახცევთ თქვენთან ერთად, რომ დედოფლის ხარო გახდეს პირველი რაიონი საქართველოში და ამას ჩვენი პირველივე დღეები და მოსვლის პირველი დღეებიდან იგრძნობთ რა, აუცილებლად. მიიყრდა კენჭი. და მომეცეთ ხმაო და შევარდნაძემ რომ ფული წაგართვათ მე იმას დაგიბრუნე და გამიხარდა ეხლევე მოატერმეთ კი შენ ნომერს აი ხალხი თვალთი როდის მომწემენთი 50 წლის შემდეგო კაი ხაცელზე ვიყავ და რაღაცა მივადი კაი 700,000 ოჯახი დაახლოებით იღებს სოციალურ დახმარებას და ამდენივე ოჯახი მოლოდინშია და აი ეს ადამიანი კიდე ეძახის საქართველოს წარმატებული შემდგარი სახელმწიფოა როცა თლიანად მოსახლეობის 80% სიღარიბის ღორს ქვემოთ ყავს ამ უბედურმა ხელისუფლებამ ხო ყველაფერი უნდა გააკეთოს და 51 ამოგვიგოს იქ არა უშო შეიძლება 51 შეგვიცვალოს ბოლოს სადაც ეწერება ქართული ოცნება ისე ამოხაზოს აქ არ არის გაჭირვების ნიადაგზე ვიყიდე ეს სახლი ჩემი ძმების დახმარებით ხო და მივმართეს ბომბებს რო აფეთქებდნენ იქით ახლა ცოტა ხომ მიწიზვრა იყო და იხსნა ეს კედლები ვთხოვე ემაგათ ავედი რომ მაგათანა რომ მობძანდით ნახეთ ჩემი მდგომარეობა აი სახლი ავარიულია და თუ შეიძლება მეთქი რამე დახმარება მარტო ხელახალად ვითვლები ახლა მე რო უღლი არ ამყავდა დამეხმარეთ რითმე როგორ გავაკეთო ან რაღაცა იმდენი საშუალება არ მაქვს რომ მე ეს გავაკეთო რაღაცა წადი რაიონში წავედი მივმართი რა ქვია ის იქა ზურაშვილი აი აგენტის პროდადი გოგიტასა იმან მიპასუხა რომ როცა სულ დაინგრევაო და დგმურად დადგებიო მერეო იმ თანხას მე გადავიხდიო და აბა რა წამოვიდოდი მე ისეთი უნდა ელოდოთ რომ სახე დაინგრეს თუ ვინმე გაბედავს და თქვენ ესეთ პასუხს გაგცემთ რომ ჯერ დაინგრეს სახლი და მე ქირით გადაგიყვანთ და მე გაგიკეთებთ ხო აუცილებლად ის ადამიანი ჩვენ ჩამოვალთ შევიკრიბებით თელი სოფელი აი ესე შევიკრიბებით დავждებით თელი სოფელი და იმ ადამიანის ბედი ვინც სოფლის მონებული იქნება გადაწყდება ადგილზე აქ დენიც იქნება გაზიც იქნება და მე მწვენია უბრალოდ მე უბრალოდ მწვენია 21 საუკუნეში რომ ლაპარაკობ დენი გექნება და გაზი გექნება მეთქე წყალი გექნება აი 21 საუკუნეში ეს პირველ კლასში რომ უნდა მიმეყვანა ეხლა მესამე კლასში გადავიდა გვეკუთვნოდა წიგნები ავედი უთხარი რაიონში რომ გამგზავნა დირექტორმა და ის ქალბატონი ვინც უფროსია ის მეუბნება თუ საშუალება არ აქვს რატო აჩენდი 4 შვილს რავალდებულები წიგნები მოგა ამათ უნდათ ეხლა ქვეყანა უყვართ ამათ წარმოება